დილა მშვიდობის მოგესალმებით. რუის ნახევარი ხდება ესპანეთის დროით, უკვე 20 წუთია რაც ავდექი, 7 საათზე ვდგები ყოველთვის. და ეხლა ავიწონები, რამდენი წონა ვართ, რამდენი წონას მოვიმატებთ 30 დღეში. არანაირი დანამატებით, მარტო კრეატინს ვსვამთ, ერთი წამით, ეხლა ეს კამერა უნდა შემოვატრიალო. 82 და 700 ეხლა გამოვიცვლი და გავალ სასიარულოდ ყოველთვის დილით დავდივარ 9 საათს და მე ყოველთვის დავდივარ შუა დღის განმავლობაში რო ვარჯიშობ 1 საათს მერე დავდივარ. ეხლა ჩავიცვლი და შევხვდებით გარეთ. გამოვიდით უკვე გარეთ, ეხლა გარეთ ვილით 9 საათი, რაც გავაკეთებთ ამ 30 დღეში. რამდენი კილოს მოვიმატებთ 30 დღეში. ნატურალურად ვარჯიშობთ, არანაირი დანამატებით, მარტო ვსვავთ კრეატინს. არც პრე-ვორკაუტს ვსვავთ, არაფერს არ ვსვავთ, მაგის მაგვირად მიმაქს მარილი, თუნდაც კარგი მარილი და იმას ვსვავ. ვიდეოში აგიხსნით რამდენი კილოს მომატება შეუძლია დაახლოებით ადამიანს ნატურალურად. ეს რა თქმა უნდა ადამიანზეც არის დამოკიდებული. ახლა არის 31 ოქტომბერი და 30 ნოემბერს ავიწონები. მე ყოველ დღე არ ვარჯიშობ, ერთი დღე ვისვენებ. დღეს მაქვს ფიხი, ხვალ მაქვს ხელი. ამ ყველაფერსაც აგიხსნით, სახში რომ მივალ მე, რანაირად ვაკეთებ, რანაირად ვზომავ ყველაფერს. დიეტა მაქვს, ვაკონტროლებ წონას, 2 დღეში ერთხელ ვიწონები ყოველთვის, კიდაც ვივარჯიშო, კიდაც არ ვივარჯიშო და მაქვს Excel-ის პროგრამები, რომ გავაკონტროლო ჩემი მოცულობა, წონები, აღდგენები, ასე ვთქვათ, ვარჯიშის მერე და ეხლა ვერ ვილაპარაკო, ცივა ხელი გამეყინა. სახში რომ მივალ, განახებთ, როგორ ვაკონტროლებ მე ამ ყველაფერს. რატომ დავდივარ ყოველთვის დილით? დილით ყოველთვის დავდივარ, ყოველთვის ვდგები 7:30-ზე, 7:15 აკლია, რომ 7 საათზე გამოვიდეს სასიარულოდ ვიარო. 9 საათი მაინც ვიარო, ანუ 3000-4000 ნაბიჯი გავიარო და საღამოთი კიდევ რომ მოვდივარ ფეხით მოვდივარ ჯიმში, რომ ნაბიჯები გავიარო. და მე კიდევ იქ ჯიმში დავდივარ. საშუალოდ დავდივარ ეხლა 10000-დან 12000 ნაბიჯს გავდივარ. თქვენს გირჩევთ, კიდაც წონა შემომატება გინდოდეთ, ან დაკლება გინდოდეთ, ნაბიჯები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმში. მაგიტომ ეხლა რომ მომატება მინდა, თქმა უნდა, მაგრამ მაინც გავდივარ ნაბიჯებს. გამოიწერეთ გვერდი, გავიზარდოთ ერთად. მაინტერესებს თქვენ რამდენს გაიზრდებით და დააკომენტარეთ რამდენი გაიზარდეთ. სახში მოვიდით უკვე, გავიარეთ ნაბიჯები. ორინაირი საჭმელი მაქვს დილით. ანუ გვაქვს ბრინჯის კრემი. ეხლა გავიკეთებ ბრინჯის კრემს. მე მაქვს დიეტა 1500 კალორია და ეხლა უნდა ვჭამო 230 გრამი კარბოჰიდრატო, ნახშირწყალი ასე ვთქვათ და მე კიდევ შევჭამ სანამ წავა სავარჯიშოდ 12 საათზე შევჭამ კიდევ 230 გრამს შევჭამ ვარჯიშის წინ და ავალ 2 საათზე ვივარჯიშებ ჯიმში 4 საათზე გამოვალ, სანამ სახში მოვალ, ამას მარილის ვაყრე, იმიტომ რანაირი გემო არ აქვს, ანუ ნეუტრალი არის, ასე ვთქვათ, მარილის ვაყრე თითქოს ანუ ბრინჯივით არის. 5 საათზე შევჭამ კიდევ 230 გრამს, ანუ კარტოფილს მოვიხარშა, შევიწვა უпроцент აქ, ან ბრინჯს, ან მაკარონს, არ ვიცი, ახლა როგორ გავაკეთებ. მე კიდევ საღამოს შევჭამ 230 გრამს. ეს უკვე მზად გვაქვს და გამოვიღოთ ჩვენი მაწონი. 200 გრამ უნდა შევჭამო ახლა ეს და მე საღამოთი კიდევ 200 გრამი დაახლოებით. ახლა გაჩვენებთ როგორ ვაკონტროლებ ჩემ წონებს. ეს არის ჩემი ცხრილი, ასე ვთქვათ და აქ მაქვს გაკეთებული, უნდა გავაკეთო ყოველთვის. მაგალითად ეს არის ვარჯიშების ცხრილი. უკვე ვარჯიშები მაქვს ზურგი, ეს არის ზურგი, ეს არის კერდი და მხარი. და ესა მაქვს დღეს მაქვს ფეხი. დღეს მაქვს ფეხი მაქვს და აქ მიწერია უკვე რეპეტიციები უნდა გავაკეთო. 8-დან 10-მდე, 8-დან 10, 8-დან 11, 8-დან 11, 8-დან 11. და აქ 7-დან 8-მდე ეს ტოპსეტი არის. ესენი არის ალფაიომდე, ანუ ბოლოსვლამდე. ადუქცია გვაქვს, ლეგ ექსტენშენი გვაქვს, ფემორალი გვაქვს, ჩაჯდომა გვაქვს, აი პენდულარი და კიდული ჩაჯდომასავით რო არის. მძიმე წონა გვაქვს, ასე ვთქვათ. და ხიბტრაქსტი გვაქვს ბოლოს. აქ რომ მოვდივართ, წინაზე გავაკეთე ეს ყველაფერი აქ მიწერია კილოები, ასე ვთქვათ, კილოგრამები მიწერია, ეს არის. აქ არის ჩვენი კილოები. დღეს მაგალითად მაქვს 3 სერია 10-დან 60 უნდა გავაუმჯობესო ან რეპეტიცია, ან კილო. პირველ რიგში ვაუმჯობესებ მე რეპეტიციებს და მე კილოებს, ასე ვთქვათ. და აქ მიწერია უკვე რამდენი სერიები მაქვს. ეს არის ყველა მაქვს ბოლომდე ალფაიო, ეს არის ესა პარფიალეს, ნახევარი მისვლები ბოლო სერიაზე. აქ მაქვს ბოლო ისა ფაიო, ეს არის ტოპსეტი და ბაკოფი. ეს არის სხვადასხვანაირი ვარჯიშების ინტენსიტეტი, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირი ტიპის ვარჯიშები არის. ტოპსეტი მაქვს, აქაც ტოპსეტი, ანუ პირველი მაქვს ტოპსეტი 7-დან 8-მდე რომ მქონდა, რილ 1 უნდა გავაკეთო და მე რილ 0 უნდა გავაკეთო. და აქ გვაქვს მე ჩვენი კვება. რომელ კალორიას ვჭამ. პირველი კვება რაც არის, მეორე კვება რაც არის, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვება. ასე ვთქვათ, 5 კვება, ანუ
ხუთკვებადი მაქვს. წესით ეს ადრე როგორც ვარჯიშობდი, ეს იყო პრე-ენტრენო ვარჯიშის წინ ამას ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა რომ აღარ შემიცვალა განდრიგი, ანუ მნიშვნელობა არ აქვს ამას კალორიები ერთავარია კალორიები, ყველა თავარია კალორიები და რაც ყველაფერი წერილი იგივე იყოს, ანუ უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა დონის რიგს მივყვებით. და ეს არის ჩემი დღევანდელი ვარჯიშის, როცა ვარჯიშობ ჭამ 4500 კალორიას. აქედან ნახშირწყლები არის 793 გრამი, 223 გრამი პროტეინი არის, 226 გრამი და ცხიმი არის 52 გრამი. აქ მიწერია ნაბიჯები. ეს არის ჩემი მუცლი, ჩემი ცხვრელი, ანუ ეს ამას მეც მასე მაქვს, ეს როგორ გავიზომოთ, რა ადგილები არის და წონები. აქ მიყვეთ დიდი ხნით დაწყებული ვარ. და ჩავყვეთ აქ. ეხლა დღეს ვიყავით 82 და 700, ეს მოვიმატეთ ცოტა, მოვიმატეთ 300 გრამი, ასე ვთქვათ და ეს დღეში ერთხელ ვიწონები და აქ ვწევ დღეებს და აქ წონებს ვწევ. აქ არის მე ეს ამას არ ეხლა ეს უკვე ძალიან როცა გავალ კომპეტიციებზე მე გავაკეთე ამას, ეხლა საჭირო არ არის. პერიმეტრები, ახაც მეგობრებო დაწყებული მაქვს უკვე. აქ არის რიცხვი, რა რიცხვი, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაზომებს ვაკეთებ. ხელი, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, კისერი, ფეხი, მარჯვენა, მარცხენა, წელი, ეს არის როცა დაჭიმული კუნძზე. ეს არის მოშვებული კუნძზე, ასე ვთქვათ, ორნაირი წონებს იმას ვაკონტროლებ და რამდენი მეზრდება. წარმოვიდგინეთ, თავიდან მსუქანი რო ვიყავი, 121 ვიყავი. ეს არის ხრები. და ეხლა მეტი კუნთი მაქვს და უფრო მეტი სიმის მაქვს, რა ვქია, წარმოვიდგინეთ, 123 მაქვს და 121 ვიყავი. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ამით რითაც ვაკონტროლებ. ანუ ვერ ჩავიწერე გზაში, ეხლა უკვე ჯიმში მოვედი. ეს მადრიდი ხალხი არ არის. ფეხები მაგ დღეს გასაკეთებელი. ტექნიკა უნდა გავამოჯობესო, ფეხების ეხლა დღესდღეობრივი მიზანი ეგ არის, ტექნიკა და რა თქმა უნდა, რეპეტიციები გავზარდო. ჯერ წონას ვერ გავზრდი, იმიტომ ყოველთვის ვზდი რეპეტიციებს, რა თქმა უნდა, ტექნიკას და მე ვზდი წონას. ანუ ხო და ეხლა დღეს არის ჩემი რეპეტიციების გაზრდა, თუ გავზარდი არ ვიცი. გახურება არ გჭირდება სიმართლე, იმიტომ რომ გზაში მოდივარ, ფეხით მოდივარ ხოლმე 20 წუთი დაახლოებით და უკვე ანუ გახურებული ვარ, ასე ვთქვათ. დარჩით ვიდეოში და გაიგებთ როგორ ვარჯიშობ, როგორ ვაკეთებ ფეხს, რამდენი რეპეტიციებს ვაკეთებ, რამდენი სერიებს ვაკეთებ და რამდენი მისვლებს ვაკეთებ, ყველაფერს ასე ვთქვათ, აგიღწევთ ვიდეოში დეტალებით. გამოვიცვლი, წავალ მალე რომ უკვე 3 საათი ხდება უკვე დამაგვიანდა. სამი სერია 2-დან 11-მდე. არტი მაინც უნდა გავაკეთო. ფაიომდე გვაქვს 3-ვე. სერია ბოლო მისვლამდე, ფაიომდე და 8-დან 10 რეპეტიციამდე. I got a switch in my head. I go from living to dead. You got me seeing all red. Now I'm becoming a threat. I fucking heard what you said. I'll make you have some regrets. And no, I never forget. So now you have a few debts. That shit, it needs to be paid with blood or some sort of pain. You caused a permanent stain, which has determined your fate. I've never seen so clear. I feel the end and it's near. The day of reckoning's here. The sound of deafening fear. სამი სერია. ფაიომდე და მე გვაქვს პარციალები, ნახვარი მისვლები. ერთი მოსწავლე მომივიდა აქ არის, როდესაც ვარჯიშობ და ძალიან მელაპარაკება ხომ დამაგვიანა უკვე დამაგვიანდა ძალიან სიმართლე გითხრათ. სწრაფად გავაკეთებ, იმედია საათში მოვრჩები. ეს არის ჩემი მაქსიმუმი, ახლა უკვე დაწყებულიც მაქვს და აქ უნდა გავაკეთო 10 რეპეტიცია მაინც. My energy is next level, so damn you better be careful. I got an angel and devil, he snaps me straight in the temple. I'm ready to be a rebel, I've got a lot of potential hidden inside of this vessel. That shit is so exponential. I need a first class ticket to the top, no limit. I don't play no gimmicks, I'ma take you to the clinic. If you want a taste, come at me and you will be replaced. They won't find a trace of you anywhere or any place. ორ კილო დავამატე და 8 რეპეტიცია გავაკეთე. 9 მქონდა გაკეთებული. 197 კილოთი, ხა გავაკეთე 200 კილოთი გავაკეთე. კარგია. გავაბრძოლეთ მასე. 3 სერია, 8-დან 10 რეპეტიციით. 3 და ანუ ხო 3 სერია გვაქვს. და
მე გვაქვს სამი სერიას, ყველა სერიაში გვაქვს პარციალები, ნახევარი მისულები. იმედია რომ აქ ახლა გვიკიდია 200 კილო. ანუ დამატებით უნდა დავამატე რომ მანქანა უკვე 157 კილო არის, მანქანა ეს რაც არის. 50 კილოს ვამატებ ხოლმე. გვაქვს სამი სერია, არანაირი დროპსეტი, არანაირი პარციალები არ გვაქვს. არც ეს პაუზი გვაქვს, ასე ვთქვათ. და მაქსიმუმად მაქვს დაწეული მანქანა, რაც არის 120 კილო და რო არ უნდა რეპეტიცია, მაინც უნდა გავაკეთო. სამი სერია, ფაიომდე, ბოლომდე, ასე ვთქვათ. და 8-დან 11 რეპეტიცია. იმედია გავამჯობესებთ. ანუ ყოველთვის ვაკეთებ სწორი ტექნიკით, არანაირი სისწრაფი და არაფერი, ყოველთვის ვაკეთებ ნელა და ანუ ყოველთვის ვაკეთებ მაღლა პაუზას 1 წამი და მე უშვებთ ისევ დაბლა ფეხს. იქნებ გავამჯობესო. ვერ გამომჯობესეთ. ის ცოტა გადაგავყლა, ბოლო მისვლა, მაგრამ არა უშავრა. ბოლომდე ვერ გავშალე ფეხი. დაგშენული გვაქვს კიდევ ფემორალი, უკანა მხარე და მე გვაქვს გავდივარ კვადრიცეპზე. სერია ბოლომდე მისვლით, იმედია გავამჯობესებთ. 8-დან 11-მდე უნდა მივიდეთ სამი სერია. ორი სერია 50 კილო ავწი ახლა. იმედია გავაკეთებ 7-დან 8-მდე. მე გვაქვს ორი სერია გვაქვს, პირველი გვაქვს, იმედია გამომჯობესებთ თუ არა დაუწევთ ზონას. სერია 7-დან 8-მდე და მეორე გვაქვს 8-დან 10-მდე. იმედია გავამჯობესებთ, ნახოთ. ყოველთვის ვაკეთებ სუფთა ტექნიკით, არანაირი სისწრაფი და არანაირი, ანუ ვაკონტროლებ ყოველთვის ტექნიკას. ახლა გვაქვს ორი სერია და 140 კილო მაქვს. 7 რეპეტიცია უნდა გავაკეთო. არ მიყვარს ის მაგალითი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ანუ კარგი არის, ძალიან სასარგებლო არის, ასე ვთქვათ. ამჯობესად ერთ რეპეტიცია რილერთით გავაკეთეთ. ეხლა გვდარჩენილი და
მე გვაქვს ხიფტრაქსი და მორჩით. ორი მაგალითი ორი სერია ტოპსელი და ბაკოვ. იმედია გამომჯობესებთ. უედავიღალე ზანგათიშვილი ვარ იმენა.